კაბინის ხმის ჩამწერმა 93 ფრენის ბოლო 30 წუთის ჩაწერა დაიწყო 9 საათსა 31 წუთსა და 57 წამზე. ამ მომენტში მან ჯარაჰის განცხადება ჩაიწერა. This is the captain. We have a bomb on board. We are going back to the airport. They have met our demands. United 93. სავარაუდოდ ამ შეტყობინების გაგზავნას ის მგზავრებისთვის ცდილობდა. მაგრამ არასწორ ღილაკს დააჭირა და შეტყობინება კლივლენდის დისპეჩერებს გაუგზავნა. იგივე შეცდომა მოჰამედ ატამას დაუშვა მე-11 რეისზე. This is the captain. We have a bomb on board. We are going back to the airport. They have met our demands. დისპეჩერმა შეტყობინება გაიგონა, თუმცა უპასუხა. Calling Cleveland Center, you're unreadable. Say again slowly. ფრენის ჩანაწერები მიუთითებს იმაზე, რომ დაჭრილი მამაკაცის ხმა სავარაუდოდ კაპიტნის, ანუ დელის ხმა იყო. მისი მეუღლე თვლის, რომ დელიმ თვითმფრინავს გაუთიშა ავტოპილოტი და რადიოს სიხშირე შეცვალა ისე, რომ ჯარაჰის მგზავრებთან კომუნიკაციისთვის მცდელობები ავია დისპეჩერებისთვის გადაეცა. ჩანაწერებში ისმის პირველი კლასის ბორტგამცილებლის დებორა უელშის ხმა, სადაც ის ითხოვს, რომ არ ადგინონ. ჯარაჰის მითითებით ავტოპილოტმა თვითმფრინავის მიმართულება შეცვალა და აღმოსავლეთისკენ შებრუნდა. თვითმფრინავი ავიდა 12400 მეტრზე. როცა ეს დაინახეს ავიადისპეჩერებმა, ამ ბილიკიდან დაუყოვნებლივ გადაწიეს სხვა თვითმფრინავები. კაბინაში ისმის ქალის ხმა, რომელსაც სანამ მოკლავენ ან სხვაგვარად გააჩუმებენ ამბობს. რასაც მოყვა ერთ-ერთი გამტაცებლის ფრაზა არაბულ ენაზე. 9 საათსა და 39 წუთზე ავიადისპეჩერებმა ისევ გაიგონეს ჯარაჰის ხმა. ამის შემდეგ ავიადისპეჩერებს მათი ხმა აღარ გაუგიათ. მომდენო დეტალები კი ირკვევა კაბინის ხმის ჩამწერით და თვითმფრინავის ეგრეთ წოდებული შავი ყუთის მეშვეობით. 9 საათსა და 42 წუთზე მიღებული იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საფრენი აპარატი დაუყოვნებლივ დაფრენილი იყო უახლოეს აეროპორტში. ამ ურთულეს დავალებას სააერო მოძრაობის მართვის ცენტრმა წარმატებულად გაართვა თავი და დროის უმცირეს შუალედში დაახლოებით 4500 თვითმფრინავი დაეშვა აეროპორტებში.